დილა მშვიდობის ეთერშია ქრონიკა 11 საათზე. ახალ ამბებს გაგაცნობთ. მიხეილ ყაველაშვილი ანკარაშია. საქართველოს პრეზიდენტი თურქეთში ოფიციალური ვიზიტით რეჯეფ ტაიპ ერდოღანის მიწვევით იმყოფება. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისა და მარიხუანის უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით თბილისში 18 წლის ახალგაზრდა დააკავეს. სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის პრემიერ-მინისტრის ოფისი ავრცელებს, სადაც კითხულობთ. ნიკოლ ფაშინიანმა თავის კოლეგას 8 აგვისტოს შეერთებული შტატების დედაქალაქ ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების შედეგები გააცნო. კერძოდ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთა შორისი ურთიერთობების შესახებ შეთანხმება. ეუთოს მინსკის ჯგუფის მექანიზმების დაშლის შესახებ ეუთოსთვის ერთობლივი მიმართვა. ასევე რეგიონული კომუნიკაციების გამბლოკვის შესახებ ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და იურისდიქციის პრინციპების ფარგლებში და ომხრივი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. ასევე პროექტი ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის ნათქვამია განცხადებაში. ნიკოლ ფაშინიანმა მადლობა გადაუხადა ირაკლი კობახიძეს ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმების საჯაროდ მისალმებისთვის. დღეს ანკარაში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი იწყება. მიხეილ ყაველაშვილი თურქეთს რეჯეფ ტაიპ ერდოღანის მიწვევით ესტუმრა. დაგეგმილია შეხვედრა როგორც თურქეთის პრეზიდენტთან, ასევე ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარესთან. ვიზიტის დეტალებსა და განსახილველი თემების შესახებ გიორგი აბაზაძე მოგვიყვება. თითქმის 10 წელია საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით, ანუ პრეზიდენტების შეხვედრის ფორმატის ფარგლებში არ ყოფილა თურქეთის რესპუბლიკაში. მიხეილ ყაველაშვილის ორდღიანი ვიზიტი არის წინასწარ გაწერილი და საკმაოდ დატვირთული, რომელიც დაიწყება ანკარას ესენბოღას საერთაშორისო აეროპორტში ოფიციალური დახვედრის ცერემონიით და პომპეზური დახვედრა იქნება ასევე პრეზიდენტის სასახლეში. ორ მეზობელ და მეგობარ ქვეყანას შორის აქამდე არსებული ურთიერთობა იქნება. რა თქმა უნდა, საუბრის მთავარი თემა ეს ურთიერთობა კი განსაკუთრებით მჭიდროა ეკონომიკური მიმართულებით, ვინაიდან თურქეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული სავაჭრო პარტნიორია. უნდა აღინიშნოს ტრანსკასპიური დერეფანი, ანუ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ბაქო-თბილისი-ერზრუმი, ბაქო-თბილისი-ყარსი. ეს ის ძირითადი პროექტებია, სადაც ბოლო წლებია საქართველო და თურქეთი აზერბაიჯანთან ერთად აქტიურად თანამშრომლობენ. ორი ქვეყნის ურთიერთობა თანამშრომლობა მოიცავს ვაჭრობის, ეკონომიკისა და კულტურის მიმართულებებს. თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბატონი ერდოღანის მიწვევით საქართველოს პრეზიდენტი ბატონი მიხეილ ყაველაშვილი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ანკარას, რომლის ფარგლებშიც გაიმართება შეხვედრები ბატონ პრეზიდენტთან, ერდოღანთან, ასევე თურქეთის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარესთან ბატონ ქურთულმუშთან. შეხვედრების დროს განხილული იქნება ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების მთელი რიგი აქტუალური საკითხები, მათ შორის თანამშრომლობა ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ვაჭრობის და ლოგისტიკის მიმართულებებით. საქართველო თურქეთთან ერთად ასევე არის ტრანსკასპიური ეკონომიკური დერეფნის, ეგრეთ წოდებული შუა დერეფნის ერთ-ერთი საკვანძო მიმართულება, ერთ-ერთი საკვანძო სახელმწიფო და მნიშვნელოვანია, რომ ამ კონტექსტში, შუა დერეფნის კონტექსტში გავაძლიეროთ ჩვენი თანამშრომლობა თურქეთის რესპუბლიკასთან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან ერთად მივა მუსტაფა ქემალ ათათურქის მავზოლეუმში და მის საფლავში ამკობს გვირგვინით. ეს არის ერთგვარი ტრადიცია. ოფიციალური შეხვედრების შემდეგ კი საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. გიორგი აბაზაძე აშუქებს საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტს თურქეთში. დემოკრატიის სახელმძღვანელო 2025 ამერიკელი დიპლომატისა და იურისტის ფერადი რევოლუციების ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორის ნორმ აიზენის 2025 წლის სახელმძღვანელოს ძირითად ტექსტში საქართველოს 20 ჯერ არის ნახსენები. განსაკუთრებით კი უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ კანონის მიღების გამო. სახელმძღვანელო, რომელიც დემოკრატიის გზამკვლევად არის მიჩნეული, რეალურად დეტალურ ინსტრუქციას აძლევს უცხოურ ძალებს თუ როგორ განაგრძონ ადგილობრივი პოლიტიკის ფორმირება, მოქმედი კანონმდებლობის გვერდისავლით. კერძოდ ლაპარაკი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის კიდევ უფრო გაფართოებაზე, მათთვის ადგილობრივი შემოსავლის წყაროების მოძიებაზე, რათა სამართლებრივად ნაკლებ დამოკიდებულები ჩანდნენ უცხოურ ძალაზე. არასამთავრობო ორგანიზაციები სწრაფად გახდნენ ცნობილი და გავლენიანი, მათმა განვითარებამ მასპინძელი მთავრობები შეაშფოთა. მათ რეაგირება მოახდინეს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ უცხოური დახმარების მიღების შესაძლებლობის შეზღუდვით. ეს რეგულაციები კიდევ უფრო გაამწვავა ფერადმა რევოლუციებმა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო, რამაც მსოფლიოს აჩვენა ოპოზიციური პარტიებისა და დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი ორგანიზაციების შესაძლებლობები.
გარი აქტორების მიერ მხარდაჭერილი ნაბიჯები მოიცავს პირველი პრობლემებისა და სამოქალაქო წინააღმდეგობის ლიდერების მრავალმხრივ ინსტიტუტებში, მაგალითად ევროკავშირი, გაერო, ეუთო და დიდი შვიდეული წარდგენა მათი საერთაშორისო ლეგიტიმურობის გასაძლიერებლად. მეორე, სამოქალაქო წინააღმდეგობისა და მოძრაობის ორგანიზების შესახებ ცოდნის გაღრმავება და გაზიარება, რათა აქტივისტებს ჰქონდეთ მეტი შესაძლებლობა უნარების გასავითარებლად. მესამე, პოლიტიკური პატიმრების სასამართლო პროცესების მონიტორინგი და მათზე დასწრება. მეოთხე, საპროტესტო აქციებში აქტივისტების სასამართლო პროცესებსა და ღამის თევებში მონაწილეობის მიღება. მეხუთე, დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერა. მეექვსე, მთავრობაზე ზეწოლა ცვლილებების განხორციელების ან მათი გადაყენების მიზნით. მეშვიდე, აქტივისტების შეხვედრებისა და ორგანიზებისთვის უსაფრთხო სივრცეების შექმნა. თბილისში პოლიტიკური შეფასებები მოყვა ამერიკელი ნორმა აიზენის სახელმძღვანელოს. მეგინ არსავიძე მოისმინა შეფასებები, რასაც ახლა პირდაპირ ეთერში გაგვაცნობს. ნორმა აიზენის სახელმძღვანელო სახელმწიფო გუნდისთვის არის იმის კიდევ ერთი მკაფიო დადასტურება, რომ არაერთ ქვეყანაში, მათ შორის სწორედ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციები გამოიყენება deep state-ის მიზნების მისაღწევად. მმართველი პარტიის წევრებმა გაიხსენეს ის ტრენინგები, რომლებსაც სხვადასხვა სახელით ფუთავდნენ, რეალურად კი მთავრობის შეცვლას და პროცესების რადიკალიზაციას ისახავდა მიზნად. ის, რაც ნორმა აიზენის სახელმძღვანელოში წერია, ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად საჭიროა ქვეყნისთვის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. ყველაფერი გაშიფრულია და ხალხმაც ძალიან კარგად იცის. რა თქმა უნდა, თანხები მოდიოდა გარედან. ეს იყო უცხოური დაფინანსებები. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი პირდაპირ გამოვიდა და დაასახელა იგივე ნედი, დაასახელა იგივე USAID. ეს ორგანიზაციები ძირითადად დაკავებული იყო სხვადასხვა ქვეყნებში რევოლუციების მოწყობით და ბოლო წლების განმავლობაში არაერთი მცდელობა ვნახეთ ჩვენ სამწუხაროდ საქართველოში რევოლუციების მცდელობისა. შავი გაუმჭვირვალე ფული შემოდიოდა ქვეყანაში იმისთვის, რომ სახელმწიფო გადატრიალება მოეწყო. ამიტომ გახდა საჭირო გამჭვირვალობის კანონის და ფარასტიკის კანონის შემოღება. უკვე მერამდენედ ვისმენთ ჩვენ ფერადი რევოლუციების ავტორებისგან, იმ ძალებისგან, რომლებსაც არა დემოკრატიული რევოლუციური გზებით სურთ სოფლიოში საკუთარი გავლენის გავრცელება, თუ როგორ უნდა იმოქმედოს deep state-მა, შეგვიძლია პირდაპირ დავარქვა თავის სახელი იმისთვის, რომ განახორციელოს ის გეგმები, რაც მათ გააჩნიათ დემოკრატიის წინააღმდეგ. ნაშრომში, რომელზედაც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, საქართველო არის 20-ჯერ ნახსენები და საქართველო მაგალითად არის მოყვანილი იმისა, თუ როგორ უნდა ებრძოლო ადგილობრივ დემოკრატიას, ადგილობრივ ხელისუფლებას და საზოგადოების არჩევანს იმისთვის, რომ deep state-მა საკუთარი მიზნები განახორციელოს. ნორმა აიზენი ცნობილია როგორც ფერადი რევოლუციების არქიტექტორი და მის მიერ გამოქვეყნებულ წიგნში 20-ჯერ არის ნახსენები საქართველო. ასევე წერია პუნქტები, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყანაში გარეჩარევა. მეგინ არსავიძეს უსმენდით. საუკუნოვანი ტრადიცია გრძელდება თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში. დიდგორის ველზე სახალხო დღესასწაული დიდგორობა აღინიშნება. ამ წუთებში დიდგორის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო პარაკლისი იწყება. რის შემდეგაც დიდგორის მემორიალამდე ფეხით მსვლელობა მოეწყობა. ღონისძიება კი 12 საათზე დაიწყება, სადაც სიტყვით გამოვლენ საქართველოს მთავრობისა და წმინდა სინოდის წევრები. ადგილზე მისულ სტუმრებს დახვდებათ საგამოფენო სივრცეები, მოეწყობა სპორტული შეჯიბრებები. გარდა ამისა, გაიმართება კონცერტი, ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების მიერ შესრულებული მუსიკალური ნომრებით. ასევე თეატრალიზებული პერფორმანსი, სადაც დავით აღმაშენებლის ეპოქა გაცოცხლდება. დიდგორობა 2025-ის ფარგლებში სამხედრო პირები დიდგორის ჯვრის ორდენით დაჯილდოვდებიან. ეს იყო მსოფლიო უდიდესი ომი, რომელმაც ერი, რომელსაც ქვია ქართველები, აი ეს ერი, ეს ენა, ის კულტურა, ის მრავალჟამიერი და ლილე შეგვინარჩუნა. და ჩვენ მარტო კი არ შეგვინარჩუნა, მთელ მსოფლიო შეუნარჩუნა ისეთი უნიკალური ხალხის და კულტურის კერა, რომელსაც ქვია საქართველო. დღევანდელ დღეს დავით აღმაშენებელმა თავისი ჯარით საქართველოს გულიზე, ამ მიწაწყლის გულიზე მოიპოვა დამოუკიდებლობა, თავი შესწირა. ულოცა მთელ საქართველოს დღევანდელ დღეს ქართული სულის ადამიანი ყოველთვის აქ ამოვა და მოიგონებს იმ დაღუპულ გმირებს, ვინც აქ სისხლი დაღვარეს. 12 აგვისტო დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების დღე. გილოცავთ დიდგორობას. ამ შინაარსის ღია ბარათები გამოქვეყნდა საქართველოს მთავრობის და პრემიერ-მინისტრის სოციალურ ქსელებში.
თბილისში ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის და მარიხუანის უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 18 წლის ახალგაზრდა დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ასევე მის მიერ მითითებული ადგილებიდან შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული 34 შეკვრად დაფასებული ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანა მიმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს, მათ შორის ინდოეთის, რუსეთის, ნიგერიის, ირანის, ეგვიპტის, აზერბაიჯანის, თურქმენეთის, პაკისტანის, კენიის, სომხეთისა და ყირგიზეთის. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ. თბილისში ვარკეთილის მესამე მასივის მეოთხე კვარტალში ავარიული კორპუსის ჩანაცვლების სამუშაო მიმდინარეობს. 6 ნომერში არსებული 4 სართულიანი ავარიული შენობის სრული დემონტაჟი განხორციელდა და მის ნაცვლად მრავალბინიანი 10 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი შენდება. სამშენებლო სამუშაოებს, რომლის ღირებულება 9 მილიონ ლარზე მეტია, შპს BK Construction-ი ასრულებს. პროექტის შედეგად ფართებით დაკმაყოფილდება 36 ოჯახი. ავარიული კორპუსის ჩანაცვლება 2024 წელს დაიწყო და მისი დასრულება 2026 წლის სექტემბერში იგეგმება. ვფიქრობ, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია. ბოლო დღეების განმავლობაში, ბოლო კვირების განმავლობაში ძალიან ბევრი სპეკულაცია მოვისმინეთ აღნიშნულთან დაკავშირებით. ეს არის ნათელი მაგალითი, თუ როგორ შეიძლება მოხდეს ავარიული საცხოვრებელი კორპუსის ჩანაცვლება. მე გაჩვენებთ, თუ როგორი შენობა იდგა ამ კონკრეტული შენობის მაგივრად, იყო ძველი, გაუბედურებული შენობა ნაგებობა, რომელსაც ჰქონდა ავარიულობის სტატუსი მინიჭებული. ცხოვრობდა 36 ოჯახი, რომლებმაც გამოთქვეს სრული თანხმობა, იყო 100%-იანი თანხმობა და დაწყებულია სამშენებლო სამუშაოები. მომავალი წლისთვის იქნება აშენებული ასეთი საცხოვრებელი კორპუსი. ეს ოჯახები დღეს გაყვანილია ქირით, დროებით. მუნიციპალიტეტი იღებს ყველა ხარჯს საკუთარ თავზე და ამ ადამიანებს უკვე დაუბრუნდებათ გარემონტებული იგივე კვადრატულობის ბინები. ნაციონალური მოძრაობის წევრის პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ ანატოლი გიგაურს ბრალი გადაუკვალიფიცირდა და მას საქალაქო სასამართლომ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობას, რასაც ახლავს ძალადობა. კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამართალდარღვევები გამოავლინეს. თელავის მუნიციპალიტეტში მოქალაქეს საკარმიდამო ეზოში ლენტური ტიპის არარეგისტრირებული სახერხი საამქრო ჰქონდა მოწყობილი. თიანეთის მუნიციპალიტეტში კი სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე გამოვლენილია უნებართვო რკინის კონსტრუქციის სანახშირე. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო სახერხი საამქრო და უნებართვო სანახშირე გამოავლინეს. გარემოს დაცვითი სამართალდარღვევის პრევენციის აღკვეთის და გამოვლენის მიზნით დეპარტამენტის თანამშრომლები უწყოდათ პატრონირებენ და აქტიურად იყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს. გამკაცრებული სახელმწიფო კონტროლის მიზანი სამართალდარღვევების მინიმუმამდე დაყვანაა. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ჩინეთიდან ინფლუენსერებს და ვიდეოგრაფებს უმასპინძლა. ახალი მარკეტინგული კამპანიის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს პოპულარიზაციას ჩინურ ტურისტულ ბაზარზე. გააცნოს ფართო აუდიტორია საქართველოს ტურისტული შესაძლებლობები, ბუნება, კულტურა, სამზარეულო და ღვინო. ტურისტ პარკებში თბილისში, მცხეთა-მთიანეთში, იმერეთში, გურიაში, აჭარაში, შიდა ქართლსა და კახეთში გადაღებული ფოტო-ვიდეო მასალა განთავსდება სხვადასხვა ჩინურ პლატფორმაზე. ახალი მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით მასპინძლობთ ჩინეთიდან ძალიან ცნობილ ინფლუენსერებისა და ვიდეოგრაფების ჯგუფს. აღნიშნული დღეების განმავლობაში ისინი გადაიღებენ სხვადასხვა ქალაქში ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს, რაც რა თქმა უნდა ხელშეუწყობს ჩვენი ქვეყნის ბუნების, გასტრონომიისა და ღვინის პოპულარიზაციასა და პოზიციონირებას მიზნობრივ ბაზრებზე.
საქართველოს საოცარი და მრავალფეროვანი ქვეყანაა. ახლახანს ვიმოგზაურე ევროპაში და რაც ევროპაშია შესაძლებელი მოგზაურებისთვის საქართველოშიც ხელმისაწვდომია. კულტურა, ისტორია, ღვინო, საჭმელი, არქიტექტურა, ზღვა და მზიანი დასვენება. საქართველო გამორჩეულია და ვფიქრობ, ნამდვილად ღირს ჩინელმა მოგზაურებმა საქართველო გაიცნონ. საქართველო ძალიან მომეწონა პირველად ვარ. ჩვენ აქ დავათვალიერეთ იუნესკოს ძეგლები, მოვინახულეთ ისტორიული ადგილები. საქართველოს არაჩვეულებრივი ბუნება და სამზარეულო აქვს. ახალცხოვეთის სიახლეები უკრაინას სუმის ოლქში კიდევ 2 დასახლებული პუნქტის რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლების შესახებ იუწყება. გენერალური შტაბის ცნობით თავდაცვითმა ძალებმა სოფელ სტეპნოესა და ნოვოკონსტანტინოვკაზე კონტროლი დაიბრუნეს. დონეცკის ოლქის კიდევ 1 დასახლებული პუნქტის აღების შესახებ ავრცელებს ცნობას რუსეთი. აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს ხარკოვის ოლქშიც. საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობის ზრდის ფონზე უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დასრულების ნაცვლად რუსეთი ახალი შეტევითი ოპერაციებისთვის ემზადება. გერმანია სამშვიდობო შეთანხმებასა და ომის დასრულებისთვის უკრაინული ტერიტორიების რუსეთისთვის დათმობას უსამართლოდ მიიჩნევს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაწერა, რომ მიესალმება ტრამპის სურვილს დაასრულოს ომი, თუმცა აცხადებს, რომ ომის დასრულების შემდეგ შედეგიც სამართლიანი უნდა იყოს. ევროკავშირი მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომის შეჩერება უკრაინის სამხედრო მხარდაჭერითა და რუსეთზე წნეხის გაძლიერებით გახდება შესაძლებელი. კაია კალასი მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტს აანონსებს. რადგან რუსეთი ცეცხლის სრულ და უპირობო შეწყვეტას არ თანხმდება, არც ჩვენ უნდა ვიხილავდეთ რაიმე სახის დათმობას. ჩვენ ვმუშაობთ რუსეთის წინააღმდეგ მეტი სანქციის დაწესებაზე, უკრაინისთვის მეტი სამხედრო მხარდაჭერისა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მეტი მხარდაჭერის საკითხებზე. ტრანსატლანტიკური ერთობა, უკრაინის მხარდაჭერა და რუსეთზე ზეწოლა. სწორედ ასე დავასრულებთ ამ ომს და თავიდან ავიცილებთ ევროპაში რუსეთის მომავალ აგრესიას. ალასკის ქალაქ ანკორაჯში, სადაც დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა უნდა შედგეს, საპროტესტო აქცია იგეგმება. ადგილობრივი მცხოვრებლები აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ უკრაინას და ომის დასრულებას, თუმცა არ მოსწონთ, რომ მათ მიწაზე ფეხს რუსი დიქტატორი დადგამს. აქცია ალასკელებმა 14 აგვისტოს სამიტის წინადღეს დააანონსეს. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ტელეკომპანია ალ-ჯაზირას ჟურნალისტი, რომელიც ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად დაიღუპა, ჰამასის სამხედრო ფრთის აქტიური წევრი იყო. სამხედრო უწყებაში ამბობენ, რომ შესაბამისი ინფორმაცია მათ ოპერაციის დაწყებამდე მიიღეს. ალ-ჯაზირას ჟურნალისტი ანას ალ-შარიფი და მისი 4 კოლეგა ოპერატორი ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად 2 დღის წინ დაიღუპნენ. პენსილვანიის შტატში ფოლადის მწარმოებელი კომპანიის ქარხანაში აფეთქება მოხდა. ვრცელდება ცნობა 1 დაღუპულის, 10-მდე დაშავებულისა და 2 დაკარგულის შესახებ. აფეთქებას ძლიერი ხანძარი მოყვა. მაშველებმა ცეცხლის ჩაქრობა უკვე შეძლეს. ახლა შემთხვევის ადგილზე ნანგრევებში შესაძლო მოყოლილთა სამძებრო სამაშველო სამუშაოები ტარდება. აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. სამხრეთ კაროლინაში ავტომაგისტრალს მეხი დაეცა, გაითიშა ელექტრომომარაგება, შეწყდა ავტოტრანსპორტის გადაადგილება. ცნობები დაშავებულების შესახებ არ გავრცელებულა. მომხდარის გამო ავტომაგისტრალზე საავტომობილო მოძრაობა 3 საათის განმავლობაში შეფერხებული იყო. დღეს უძლიერესი ხანძრის გამო თურქეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ჩინაქალეს პროვინციაში ათობით სახლი და ავტომობილი დაიწვა. რეგიონში მოსახლეობასთან ერთად საუნივერსიტეტო კამპუსებსა და სამხედრო ნაწილში მყოფთა ევაკუაცია დაიწყო. ვრცელდება ცნობა 50 დაშავებულის შესახებ. ისინი კვამლით მოიწამნენ. ხელისუფლებამ ფედერალურ ავტომაგისტრალებზე ინტენსიური მოძრაობა აკრძალა, რათა საგანგებო სამსახურების მანქანებმა თავისუფლად და სწრაფად გადაადგილება შეძლონ. ესპანეთში ტყის ხანძარი ქალაქ ტარიფის ტურისტულ ზონას მიუახლოვდა. კურორტზე ევაკუაცია გამოცხადდა. ცეცხლი უკიდია ეროვნული პარკის ტერიტორიას, დამწვარია საცხოვრებელი სახლები. კვამლი იმდენად ძლიერია, რომ მეხანძრეებმა თვითმფრინავების გამოყენება ვერ შეძლეს. ხანძარი რეკორდულად მაღალმა ტემპერატურამ გამოიწვია, მის გავრცელებას კი ძლიერი ქარი უწყობს ხელს. ესპანეთის ზოგიერთ რეგიონში ტემპერატურამ 40 გრადუსს მიაღწია. ქრონიკა 11-ზე ამი დასრულდა. გმადლობთ ყურადღებისთვის, დროებით გემშვიდობებით.